უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის რომ ჩვენ ფერი ვიცვალოთ ყველა და აი ჩვენ ყველას ვინც ვართ მოსულნი ეკლესიაში ვინც მოვედით ღმერთთან უფალმა მოგცა რწმენა მოგცა როგორც ჯილდო და ეს ჯილდო არ მოუწია ჩვენი დამსახურებებისთვის ან რაიმე შრომისთვის არამედ იმიტომ მოგცა რომ დაინახა ჩვენში ფერიცვალების შესაძლებლობა რომ ჩვენ აი ამ რწმენის შედეგად რწმენის მეშვეობით შევცვლით ჩვენ ცხოვრებას გარდაიქმნება ჩვენი სულიერი ცხოვრება და ჩვენ ფერს ვიცვლით აი ამიტომ მოგცა მან ეს რწმენა და ფერის ცვალების შესახებ მან დაიწყო ქადაგება დასაწყისშივე როდესაც ხალხში გამოვიდა და თქვა შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია ცათა სასუფეველი და სინანული რა არის ეს არის სწორედ დანახვა იმისა რა უნდა შევცვალო მე ჩემ სულიერ ცხოვრებაში და დავიწყო ამაზე ზრუნვა უნდა ვეცადოთ დავიწყოთ გავხდეთ უფრო მომთმენი დავიწყოთ მოთმინება ვეცადოთ არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი არ ვუპასუხოთ შურისძიებით ვეცადოთ მოვემსახუროთ ადამიანებს დავეხმაროთ მათ ვეცადოთ შევუმსუბუქოთ თუ გნებავთ სნეულების სიმძიმე ან სხვა რაიმე სიმძიმე და ასე თუ ჩვენ ასე ვიშრომებთ ვეცდებით ვიმეორებთ მაშინ უფალიც შეგვეწევა თავის მადლს მოგცემს და გავა შეიძლება რამდენიმე თვე თუ წელი და აღმოვაჩენთ რომ ჩვენში ცვლილება მოხდა ჩვენ და გასაკვირად აღმოვაჩენთ და აი ასე ნელ-ნელა ზარმაცი ადამიანი შეიძლება გახდეს შრომის მოყვარე სევდიანი და მოწყენილი ადამიანი შეიძლება გახდეს ხალისიანი და ომახიანი ამპარტავანი შეიძლება გახდეს თავმდაბალი ხარბი ხელგაშლილი ნაყროვანი მარხველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბრაზიანი უკმაყოფილო ადამიანი შეიძლება გახდეს ლმობიერი მოსიყვარულე კეთილგანწყობილი ადამიანი და აი ასე ნელ-ნელა როგორც გითხარით არა მხოლოდ ჩვენში მოხდება ფერიცვალება არამედ ჩვენს ირგვლივაც ფერს იცვლიან ჩვენი ახლობლები ოჯახის წევრები რატომ? იმიტომ რომ ისინი აი ასეთ ადამიანში ვინც ფერს იცვლის ვინც წორდება ვინც სულიერად ცხოვრობს ხვდებიან ეხებიან სიყვარულს დახმარებას მოთმინებას სათნოებებს მზაობას რომ ყველანაირი სიკეთე გააკეთონ და არა პირიქით აწყენიონ დაჩაგრონ უგულებელს ყონ წაართვან და მოატყუონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ეს სწორედ ეს სურს უფალს ჩვენგან